290 ჩაჭრილი და 190 ბარიერ გადალახული. ასეთია მერიის თანამშრომელთა საატესტაციო გამოცდის შედეგი. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს ტესტირებაზე პასუხი 60 კითხვისთვის უნდა გაეცათ, აქედან კი 75% სწორი. მაღალი ბარიერი მერიამ დააწესა, საგამოცდო მასალა კი ერთიანი გამოცდების ეროვნულ ცენტრს ეკუთვნის. ნაციონალური მოძრაობა საგამოცდო პროცესს უნდობლობას უცხადებს და 75%-იან ბარიერს აპროტესტებს. დედაქალაქის მერია პასუხად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში დასანერგ მაღალ სტანდარტებს აკავშირებს. ატესტაციიდან გამოსული მერიის თანამშრომლების უმეტესობა უკმაყოფილებას ვერ მალავდა. 486 აპლიკანტიდან ბარიერის გადალახვა მხოლოდ 196-მა მათგანმა მოახერხა. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეებს ტესტირებაზე პასუხი 60 კითხვაზე უნდა გაეცათ. აქედან 45 დავალება კანონმდებლობიდან, ხოლო 15 ზოგადი უნარებიდან იყო. გამჭირვები არ იყო საკმაოდ მარტივი როგორ ნორმალური სირთულის დავალებები იყო და მარტივად შევასრულე. კითხვები საკმაოდ რთული იყო, მაგრამ აი ადმინისტრაციული კონსტიტუციაც. კანონმდებლობა უფრო რა. ტესტირებაზე, რომელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებდა, ბარიერი 75% შეადგენდა. ანუ აპლიკანტებს მის გადასალახად 60 კითხვიდან 45-ზე სწორი პასუხი უნდა გაეცათ. შემდგომ ეტაპზე გადასვლა დღეს აპლიკანტთა მხოლოდ 40%-მა შეძლო, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის შეფასებით დაბალი მაჩვენებელია. თუმცა მაია მიმინოშვილმა განმარტა, რომ 75%-იანი ბარიერი არა გამოცდების ცენტრმა, არამედ მერიამ დააწესა. 75%-იანი ბარიერი მაღალია, ისე ვიმეორებ, ნამდვილად მაღალია და ასეთ შემთხვევაში 40% აპლიკანტების 40%, რომელიც ახერხებს ბარიერის გადალახვას, ნამდვილად კარგი შედეგია. უპრეცედენტოდ მაღალი ბარიერი და ატესტაციის მიკერძოებული პროცესი. აზიაფასებენ ნაციონალური მოძრაობის წევრები ტესტირების შედეგებს. ოპოზიციაში საგამოცდო პროცესს უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ პროცესის გასაპროტესტებლად ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ. ათელი იყო, რომ ატესტაციის შედეგი უნდა ყოფილიყო, რაც შეიძლება მეტი ადამიანის თბილისის მერიიდან გაშვება, სწორედ ამით იყო განპირობებული მაღალი ზედაზღურის დაწესება გამსვლელი ფულის სახით და ეს შედეგი ბატონმა ნარმანიამ მიიღო, მას ესწნება ხელფეხი იზრუნოს საკუთარი გუნდის მეგობრების და ნათესავების დასაქმებაზე. ეს პროცესი არის ნეპოტიზმის საუკეთესო გამოვლინება და ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ 3 თვის განმავლობაში, რაც ახალი ხელისუფლება არის მერიაში, მათი დეიდაშვილი, ბიძაშვილები, ნათესავები ამ პროცესში მონაწილეობას არ ღებულობენ. მათ ისე გააკეთეს, რომ ატესტაცია არ შეახეს და რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, რომ ძველი მერიის თანამშრომლები იქნეთ დათხოვნილი. დედაქალაქის მერია მაღალი სტანდარტების დანერგვას აპირებს. ასე გამოეხმაურა საკონკურსო საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე მაღალი ბარიერის შესახებ განცხადებებს. ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ 60 კითხვიდან 45 ის აუცილებელი მინიმუმია, რომელიც ყველა საჯარო მოხელემ უნდა იცოდეს. მიმაჩნია, რომ 45 ქულაზე ქვევით დაწევა არ იქნებოდა სწორი იმისათვის, რომ ჩვენ მერიაში მივიღოთ, როგორც მოვახსენეთ, უმაღლესი სტანდარტების და ხარისხის სამუშაოები. ვინც ტესტირებაში ვერ დააგროვა მინიმალური ქულა, დავარქვათ, რომ ჩაიჭრა, ისინი უახლოესი დღეების ორშაბათიდან აგრძელებენ მუშაობას, სანამ მერია არ მიიღებს გადაწყვეტილებას მათი ან გათავისუფლების შესახებ, ან მოვალეობის შემსრულებლად გადანიშნის შესახებ. ეს გადაწყვეტილება იქნება დროებითი, სანამ აი ამ გამოთავისუფლებულ ადგილებზე დეკემბერში კონკურსით არ შეირჩევა. თბილისის მერიის მოხელეთა ტესტირების პროცესს მხოლოდ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, სამართლიანი არჩევნები აკვირდებოდა. 75%-იანი ბარიერი რომ მაღალი იყო, ამას ორგანიზაციაში დადასტურებენ. შედეგების მიხედვითაც ნახავდით, რომ საკმაოდ ბევრმა ვერ მოახერხა გადაელახა მინიმალური ზღვარი, რაც ამ შემთხვევაში 75% იყო დაწესებული. შემდგომ ეტაპზე გადასული აპლიკანტები გასაუბრებას გაივლიან. მერიის იმ მოხელეებს კი, რომლებმაც ტესტირების ეტაპი ვერ გაიარეს, შესაძლებლობა ექნებათ კონკურსში მიიღონ მონაწილეობა, რომელსაც მერია უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.